ფიზიელი ცხოვრება ჯობია, просто თვალი უნდა გაახილო და გამოიხედო. თავიდან ფიქრობ რომ გასინჯავდო, მე როცა გინდა გადააგდე. თავიდან ეგრეც არის დიდი ხანის განმავლობაში. მაგრამ მე როცა უკვე ძალიან შეტყობა, უკვე ლომკა იცის და ეს ლომკა ძნელი გადასაგდებიათ ისე ექიმის გარეშე თორე. ექიმს უჩარეო არაფერი არ არის. მე უკვე შედი შენ ცხოვრების სტილში და ყოველდღიურად რო იკეთებ, უკვე დღეში ორჯერ, სამჯერ უკვე. ისეთი სიტუაციაა, რომ короче ყოველდღე შენი საქმე სავით ხდება რა ეგ. დილას რო ადგები უნდა გააკეთო ეგ საქმე, რაღაც მე იმუშაო სავით ეგეც. და მე უნდა იმას აკეთო. ხო რო გაიკეთებ, მე დაწყნარდები და მე სხვა საქმეს და გააკეთებ რამეს, მაგრამ ის არის ექიმის დახმარებით შეიძლება ადვილად გადაგდება მაგის. სამ დღეს შეიძლება განეკურნო, მაგრამ მე რო გამოდიხარ საავადმყოფო და მე არის ძნელი რა. ყოველ დღე ისევ მარტო ურჩები შენ თავთან გინდა არ გინდა მიდიხარ მაინც რა გავაკეთო, წავალ ისევ გავიკეთებ. და ეგ არის რა. ბავშვი რა არის? მე გავერთოვე თქო დავიდან საერთოდ და გავიდან მოგარები. ზაფწელი. იგეთ. არ გაიგრო ნახლოს. არ გასინჯო. ორი ძნელია დანებო. არ გასინჯო არაფრით. დაიობებიან. აი ეს ყოფილ მომხმარებლებს და საზოგადოებას შორის არის ძალიან დიდი. ეგ არის სახელმწიფო პოლიტიკის პროექტი. მე ვარ 35 წლის ვიკაიფე, ხო, მაგრამ დავანებეთ. მინდა დაბრუნება უკან. ვარ დამთავრდა ცხოვრება. იმის მაგათ რომ ხელი გამომიწოდონ და საშუალება მოუწენ რომ დამაბრუნონ, მართმევენ 3 წლით პრავას, ეს რას ნიშნავს, რომ შეიძლება სამუშაობის დაწყება მომინდეს და ხელი შემიშალოს ამან, ხო? საზოგადოებას განაწყობენ ისე რომ რახან მოფინისტებს გაკარება ამ ადამიანთან აღარ შეიძლება. მე ვაი იგივე ნასამართლეობა, იგივე პირობით წესიარული რა არის თუ არა ხელის შეშლა. ხელის შეწყობას არავის არ ვთხოვ, უბრალოდ ხელს მაინც შეგვიშლენ და გარიყვაა ჩემი აზრით რა ეს და აი ცოტა ხანი იყავით აქ და მე მგონი თქვენ დარწმუნდებით რომ გასარიყი ხალხი არა ვართ. შეიძლება არც ჩასახუტებლები და გადასარევები, მაგრამ გასარიყები რო არა ვართ, ეგ ნამდვილად იცი. შეიძლება არ ხარ საყვარელი, მაგრამ ჩვენ საყვარელი. საზოგადოებაში არის დამკვიდრებული ეს სტერეოტიპი, რომ ნარკომანი არის წყალწაღებული, არის უსინდისო, არის და მე პირადად ეგეთ ჩემ თავზე შეყვარებული მიუხედავად იმისა, რომ დღეს გამოსწორებული ვარ, ჯანსაღზას ვადგავარ, არ მირიგდება, იმიტომ რომ ფიქრობს, რომ ყოფილი ნარკომანი არ არსებობს. დარწმუნებულია, რომ მე კიდე აუცილებლად გავიკეთებ. ის კი არა რომ შეიძლება გავიკეთო, შეიძლება არა, აუცილებლად გავიკეთებ. ხო და ასე ფიქრობს ძალიან ბევრი სამწუხაროდ. ხო და დარწმუნებული ვარ, რომ აქ ვინცოთ უმეტესობა დავანგრევთ ამ სტერეოტიპს. მარტო ჩვენ გიარგუნებენ ეს ცხოვრებას. არდა ჩვენ შვილებსაც უნგრევენ ეს პეზულები და ეს ხალხი დასანობარი. იმიტომ რომ აი ჩემ შვილზე რო ლაპარაკობენ, მომაყავს ნარკომანი. სახში ლაპარაკობენ რა. ის ოჯახები, რომელიც ჩემ შვილთან მეგობრობენ ალბათ. ეგრე არ შეიძლება რა უბრალოდ ჩემ ბავშვსაც უნგრევენ ცხოვრებას რა. რომ იმის მამასთან არის მეგობრო, იმის შვილთან მეგობრებს სახში ლაპარაკობენ. იმ ხელა სიამოვნება აქვს ამ ნარკოტიკს, რომ პირველივე გაკეთებიდან უკვე ლამის 100%-ით უკვე ნარკომანი ხდები რა. ვეღარ აკონტროლებ მე ზომას და თავიდან ვინც იკეთებს პირველად ყველა იძახის რომ არ გავხდები ნარკომანი, კაცო უბრალოდ გავსინჯავ და რაღაცა, მაგრამ მე შეიძლება 15 წელიწადი გავიდეს და შეიძლება მეტი, შეიძლება ნაკლები გავიდეს. მაგრამ აი იმ სიტუაციაში რომ ვარდება ადამიანი, როდესაც აქვს ამ ნარკოტიკის შეძენის საშუალება და საშუალება თუ აქვს რა, აბსოლუტურად ყველა ხდება მერე დამოკიდებული რა. უბრალოდ წრეს გააჩნია და მდგომარეობას გააჩნია, ირგვლივ რა ხდება. ყველა რისკის ქვეშა აბსოლუტურად ვინ გასინჯობს ერთხელ მაინც. ნათესავთან ვიყავი წასული დაიჭი. ოქრო გადამალა, რომ ვითომ არ მომბაროს. ნდობა იკარგება რა. ნარკომანი ბიარია.
და ეს წარმოიდგინე ამ ყველაფერს რო ხედავთ, როგორ შენში რა ხდება. მეგობრებიც დაუკარგეთ, ბევრი დაუკარგა. რომლებიც თვლიან, რომ ნარკომანი თუ იყავი ყოფილი, არ ახარ სანდო, არ ახარ სამეგობრო საძმაკაცო. ბევრმა უარი თქვა რა ჩემზე.